ესე იგი, უნივერსიტეტმა გთხოვა, რომ იქნება გაგვიზიაროთო თქვენი გამოწვევები, რა ხდება ევროპაში, იმიტომ რომ ევროპაში დაახლოებით 20 ქვეყანაში ვიმყოფებით განათლების კუთხით. და ძალიან ხშირი გადაკვეთა გვაქვს არა მარტო AI-სთან, AI-ს როგორ ნერგავთ. და ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოგვიმზადეს იმ ადამიანებმა, ვინც ამაში პირდაპირ ჩართული არიან, ჩემი გუნდის წევრებმა და აბა ვნახოთ ერთად ეს როგორი ამბავი არის. ესე იგი, პირველი ამას გადავახტები, რა თქმა უნდა, თქვენ რო კონტექსტი რო მოგცეთ, English Book-ი ოპერირებს ბაღის ასაკიდან higher education-ის ჩათვლით ყველა სექტორში. ოპერირებს ნიშნავს რას, რომ ვეხმარებით, ვასაპორტებთ, ვატრეინინგებთ, რესურსებს ვაწვდით, გამოვცემთ, ანუ publishing-შიც ვართ ჩართულები ინტენსიურად. ძალიან ბევრი ექსტრაკურიკულარ აქტივობა გვაქვს აი იაპონიის უნივერსიტეტთან, მაგალითად ძალიან კარგი წიგნის კლუბი დავნერგეთ AI support-ით. ყველაზე შორეული ქვეყანა, რომელიც შემიძლია რომ არა ევროპა ვთქვა, ეს არის სადაც ოპერირებთ, ეს არის ერაყი, ანუ ქურდისტანის მიმართულებით, სადაც შესულები ვართ ერთ-ერთ ძალიან დიდ უნივერსიტეტში, სადაც არა მარტო გამოცდები არის დანერგილი, არამედ თვითონ მთლიანი publishing-ის ხაზია დანერგილი. ეს არის ამერიკული უნივერსიტეტი ქურდისტანში. თვითონ ამერიკული embassy აფინანსებს ამ ყველაფერს მანდ. ჩვენი ჩართულობა თვითონ საგანმანათლებლო სისტემაში არის რამდენიმე მიმართულებით. ერთი, რაც შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ხაზი, publishing-ის ხაზი, სადაც გამოვცემთ ინგლისურს, მათემატიკას და science-ში გულისხმობ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ამავდროულად აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ გამომცემლობასთან თანამშრომლობთ. როგორებიც არიან მაკმილანი პირსონი, ოქსფორდი, კემბრიჯი, სპრინგერ ნეიჩერი. არ შემიძლია არ აღვნიშნო თვითონ საგამოსტო მიმართულებაც და TOEFL-ი არ შემოვიყო, იმიტომ რომ TOEFL-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება არის ჩვენთვის. როგორც პირსონის საგამოსტო მიმართულება, ასევე TOEFL-ის მიმართულება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიდევ ჩვენთვის delivery-ის ასპექტს. ანუ არა მარტო გამოცდების delivery-ის, აბსოლუტურად ყველა საგნისთვის მომარაგება, რასაც ნიშნავს, ხო? საგანი არ არის მარტო წიგნი და რესურსი, საგანი არის აბსოლუტურად ყველაფერი. ობზერვაცია, მასწავლებლის ტრეინინგი, ხელოვნური ინტელექტი, რესურსები, დამატებითი მასალა, ონლაინ პლატფორმები და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მოიაზრება ამ 20 ქვეყანაში. ერთ-ერთი რა თქმა უნდა საქართველოს. საქართველოში რა თქმა უნდა დავიბადეთ 2007 წელს დავარსდით. ყველაზე დიდი ხანია საქართველოში ვოპერირებთ, ყველაზე მოკლე ხანია ვოპერირებთ, სიტყვაზე ვამბობ, იაპონიაში, მაგრამ ეს ყველაფერი იზრდება. ანუ წლიდან წლამდე ძალიან ბევრი ბაზარი და ძალიან ბევრი ქვეყანა გვემატება. ჩვენი არა მარტო სკოლებთან ურთიერთობა კიდე გამოისახება ჩვენს სკოლის, აი როგორ ვთქვათ, ქართულ ინგლისურად რო გითხრათ, school chains რო ეძახიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი school chain 60,000 ბავშვი ყავს, ვისაც ვემუშავებით. არის ბაღის ასაკიდან ბოლომდე, არიან დაახლოებით 18 ქვეყანაში და ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა ხოლმე, იმიტომ რომ კანადური სკოლებია და კანადური განათლება და კანადური სისტემა საერთოდ განსხვავდება სხვა ყველა სისტემისგან და ეს ყველაზე დიდი გამოწვევა გვაქვს ხოლმე რა. არის მაგალითად UAE-შიც, არის მაგალითად, ანუ ევროპაში უმეტესად არის და ასე შემდეგ. შემდეგი ჩვენი პირველი English Book-ის პირველი ხაზი და English Book-ის პირველი ფიქრი არის, როდესაც ჩვენ ბავშვს ვეხებით ბაღში. და ამ ყველაფერს ჩვენ ვეძახით journey of lifetime, რა, ან როგორ მიდის ბავშვი ბაღის ასაკიდან უნივერსიტეტში. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ იმ სისტემას, რასაც ჩვენ ვეძახით ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემად ჩვენს ორგანიზაციაში. როდესაც ბავშვს ვეხები მე ბაღში, მან დრო ბაღს დაამთავრა და სკოლაში გადავა, მან დაამთავრდება ჩვენი ურთიერთობა, მან იზრდება ჩვენი ურთიერთობა, მე არის შუა ასაკი, მე არის საქართველოში მაგას ვეძახით დაწყებითი საშუალო და საბაზისო და საშუალო საფეხური, ჩვენს ანალოგიურად იყოფა ჩვენთანაც, მაგრამ ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ დღეს უკვე არის powered by AI, რასაც ვეძახით რა. და ეს powered by AI ახლა ნახოთ რას ნიშნავს თითოეულ პუნქტში. პირველი ინგლისური რო გამომიჯნოთ, ინგლისურში AI მეხმარება, რომ ჩემი კურიკულუმი იყოს უფრო მეტად ინტერაქციული, უფრო მეტად მრავლის მომცველი და არა სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო ევროპაში განსაკუთრებით არ არის მაინც და მაინც ის, რომ აი გადავშალე, შევედი
და სახელმძღვანელოში თუ სიტყვა არ მიწერია, იმის სიტყვას არ ვიხმარ, ევროპაში ესე არ მოიაზრება. ევროპაში როგორ მოიაზრება, ხო? სახელმძღვანელო არის რესურსი. მე თუ შემილია რომ ბრიტანიკა ჩავაშენო, მე თუ შემილია რომ ენციკლოპედია კიდე National Geographic-ის ენციკლოპედია შემოვიტანო, მე თუ შემიძლია რომ მილიონი რაღაც შემოვიტანო კიდე რომელსაც მე AI დამიმუშავებს, მომირგებს კურიკულუმს, review question-ებს გამიკეთებს, ყველაფერს გამიკეთებს და მე ეს ყველაფერი კლასში შევიტანო, ეს არის ინგლისური ენა დღეს. ანუ ინგლისურ ენას არ ვასწავლი სახელმძღვანელოთი, ინგლისურ ენას ვასწავლი რეალურ სამყაროში. ანალოგიურად შემოდის მათემატიკა. ეხლა მათემატიკაში ყველაზე რთული რამ მათემატიკაში რაც არის რომ მათემატიკა ბევრად უფრო ზუსტი მეცნიერება არის, ვიდრე სხვა დანარჩენი. და მათემატიკაში როდესაც ხელოვნური ინტელექტი ინერგება, ხელოვნური ინტელექტს ბევრი გასაქანი კრეატიულობა აღარ აქვს შიგნით. და ჩვენ ამეცადინებთ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს იმ კონტენტსაც მასწავლებელი იყენებს გაკვეთილზე. ანუ ესეთი მაგას განახებთ კიდე არ გავაცოთ ჩემს თავს. და ბოლო არის საიენსი. ყველაზე ახალი პროდუქტი არის ჩვენთვის ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ძალიან ახალი პროდუქტი არის, ბოლოს შევეხეთ. ჩვენთვის საიენსი არის სამი ელემენტისგან შემდგარი, ერთი არის რესურსი, მეორე არის ბრიტანიკა და მესამე არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ამ ორს ერთად ამუშავებს და მასწავლებელს აწვდის, რომ შენი კურიკულუმი არის ესეთი და მოდი გავაკეთოთ. უფრო მეტად ინტერაქციულია, ვიზუალიზაცია უფრო მეტად კრეატიული გახდა, უფრო მეტად გამოსაჩენი გახდა, იმას რასაც აქამდე ვერ ვხედავდით გამოჩნდა. ძალიან საინტერესო ფილოსოფია არის, რასაც ნერგავთ ხოლმე და ამის შედეგები ჩვენ უფრო გვეცოდინება რამდენიმე წელიწადში, როგორი შედეგი აქვს საიენს, ხელოვნურ ინტელექტს და ბრიტანიკას ერთად. მაგრამ დღეს რომ მოვიკვლიეთ აი ობზერვაციებს რომ ვატარებთ ხოლმე სკოლებში, არა მარტო საქართველოში, ვხედავთ რომ ძალიან საინტერესო ხდება ხელოვნური ინტელექტის უფრო მეტად და მეტად გამოყენება. ნუ მთავარი გამოწვევა რა თქმა უნდა არის მასწავლებელი, იმიტომ რომ ბავშვმა უფრო მეტად იცის ხელოვნური ინტელექტის გამოწვევა ვიდრე მასწავლებელმა. შემდეგი ყველაზე დიდი მიმართულება ეს არის გამოცდების მიმართულება. გამოცდები თავიდანვე ხელოვნურ ინტელექტზე დგას. ჩვენ საქართველოში რა გამოცდებიც გვაქვს, ეგ არ დგას ხელოვნურ ინტელექტზე. გამოცდები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა ამ ქვეყანაში, ყველა ხელოვნურ ინტელექტზე დგას. ერთადერთი გამოცდა, რომელიც საქართველოში ჩვენ დავნერგეთ წინა წელს, ეს არის level test-ს ვეძახით, აი placement-ის ადგილი არის. პირველი ადგილია, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი არის და powered by ხელოვნური ინტელექტი, ანუ powered by AI. ეს რას ნიშნავს? როდესაც ბავშვი გამოცდას წერას იწყებს, მე და 20 ბავშვი როცა ერთად ვძივართ, აი მთელი კლასი რო ერთად ვძივართ გაკვეთილზე. ყველა სხვადასხვა ტესტი გვაქვს. ტესტი ადაპტირდება, რთულდება, იოლდება, გააჩნია სად ვარ, რა ეტაპზე ვარ, როგორ მაქვს ინგლისური ენა. საოცარი რამ არის, საოცარი თულია, მასწავლებელი ჩართულობა არ ჭირდება, გასწორება არ ჭირდება, ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, როდესაც ჩვენ learning journey-ს ვეძახით და როდესაც ვეძახით, რომ იცი, აი სად მივყავარ ხელოვნურ ინტელექტს, ან რაში მეხმარება ხელოვნური ინტელექტი. გვაქვს დაახლოებით 8 პუნქტი, რასაც ჩვენ შეგნით ვიძახით ხოლმე. პირველი არის, როდესაც მინდა რომ ჩემი მოსწავლე თუ სტუდენტი პროგრესირებდეს სწრაფად ხელოვნური ინტელექტის გარეშე, ამას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი იმიტომ ვერ გავაკეთებ, იმიტომ კი არა რომ არ შემიძლია რომ გავაკეთო. ერთი რომ უფრო მეტი დატა მჭირდება, ჩემი მოსწავლეს სად არის, მჭირდება უფრო მეტი ანალიზი კონკრეტული საფეხურების სად უჭირს, სად არ უჭირს, როგორ არის, რანაირად არის, სად არის, როგორ მიდის წინ. პირველი ეს არის, მეორე არის growth mindset-ის შექმნა. თქვენ თუ დაფიქრებთ, აი დაკვირვებული თუ ხართ, თუ იყენებთ ხოლმე აპლიკაციებს, სადაც ხელოვნური ინტელექტი შესული არის, როგორ გამოტივირებს და გეუბნება, რომ უი რა მაგარია, რა მაგარია, რა მაგარია. აი თანამედროვე ბავშვებს, აი ახალგაზრდა ბავშვებს რო ვეძახით, რომელიც ეხა შემოდის განათლების სისტემაში, ან ეხა უკვე შემოვიდა და არის მე-10 კლასელი, მე-9 კლასელი, მე-8 კლასელი. ამ ბავშვებს სულ მოტივაცია ჭირდება, ანუ growth mindset-ი არ აქვს, როგორც ჩვენ მქონდა. და ეს პირდაპირ ჩაშენებული აქვს ხელოვნურ ინტელექტში. თუ ვეტყვი ხელოვნურ ინტელექტს, რომ ამ ბავშვს მომირგე კურიკულუმი, ამ ბავშვს მირგებს კურიკულუმს. ის კი არა რომ ზოგადი კურიკულუმი იყოს. ეს ამ ბავშვს მომი, აი მიშა გურგენიძეს მომირგე კურიკულუმი. მიშა გურგენიძეს მაგალითად კარგად გამოსდის სიტყვაზე ვამბობ, listening-ი და არ გამოსდის reading-ი და ხელოვნურ ინტელექტს ვეუბნები, რომ ეხლა მეუბნები რომ reading-ი არ გამოსდის. reading-ზე ამიწყე ამისი კურიკულუმი. საოცარი რამ არის, 20 ბავშვი კლასში 20-ზე სხვადასხვა კურიკულუმი აქვს. ესეთი სახელი აქვს, მაკმილანმა გააკეთა.
და მაკლანთან ერთად პოლონეთში ერთ-ერთ სკოლაში დავნერგეთ, Pivot English-ი ქვია. Pivot English-ი არის საოცარი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტზე არის დაფუძნებული. მასწავლებლის ჩართულობა არ აქვს. მასწავლებელი არის როგორც კოორდინატორი. კლასში 20 ბავშვი, 20-ვე ბავშვი სხვადასხვა გზით ასწავლის ერთი და იგივე, ზუსტად ერთი და იგივე მიზნისთვის. გააჩნია ბავშვს რა უჭირს და რა ჭირდება. შემდეგი არის мотиваციაზე ვისაუბრე, უნარჩვევებზე შევეხე უნარჩვევების გარეშე დღეს არაფერი აღარ არსებობს. ერთადერთი გზა რომ ბავშვი გადავარჩინოთ, რომ მომავალში იყოს კონკურენტუნარიანი და არა მარტო კონკურენტუნარიანი, ძალიან ძლიერი, ყვითლიანი კურიკულუმი უნდა ეწყობოდეს უნარჩვევებზე. და არა ინგლისურ ენაზე, ან მათემატიკის მცნებებზე, ან საიენსის კონკრეტულ მიმართულებაზე. ყველა კურიკულუმი უნარჩვევაზე უნდა ეწყობოდეს. აი აქ შემოდის ზუსტად ხელოვნური ინტელექტიც, რომ როგორ შემიძლია რომ ჩემი მთლიანი სასწავლო კურიკულუმი, რაც მაქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რა რესურსს ვიყენებ, რა მნიშვნელობა აქვს, რა პლატფორმებს ვიყენებ. როგორ შემიძლია რომ ეს ყველაფერი დავაინტეგრირო უნარჩვევაში. კოლაბორაცია, speaking-ის უნარჩვევა, რომ აი გამოვიდე და სიტყვით ვაპარაკობდე ბევრ რამეს. უამრავი უნარჩვევა, აი 21 საუკუნის უნარჩვევების გამოწვევას რო ეძახიან. შემდეგი არის seamless experience-ი, ყველაზე მეტად დღეს რაც ჩვენ ნახეთ ევროპაში ბავშვებს უჭირთ ფოკუსირება და თუ რამე სირთულე ხდება თავს ანებებენ. იმიტომ რომ გამოწვევა არის მაგათთვის ეს. Seamless experience შეუძლია ესეთი რამე მიცეს და მიცა კიდევაც რომ მე არ შემექმნას gatekeeper-ები რომ მყავს, რომელსაც ვეღარ გადავლახავ. ძალიან საინტერესო არის ამას ხელოვნური ინტელექტი როგორ აკეთებს. Science-ში ფანტასტიკურად. Science-ი რო დავნერგეთ და რო ნახეთ აი ბიოლოგია როგორ შემიძლია რომ ბავშვს ვასწავლო ისე რომ თავისი ენით ამოხსნა, თავისი ვიდეოები მივაწოდო, რა ვიდეოები შეიძლება რომ მოეწონოს, თავისი ამოცანები, თავისი review question-ები მივცე. აი საოცარი რამ არის. და ასე შემდეგ. და ბოლოში ყველაზე მეტად რითიც ვამთავრებთ ხოლმე ეს არის lifetime of learning. ხო ანუ აქ არც ბაღში, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში სწავლას არ უწყვეტ. რა როგორ ვამზადებ ბავშვს ესეთი ცხოვრებისთვის. ანუ რას ვუკეთებ ბავშვს რომ მზად იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის და სულ სწავლობდეს. როგორ იყენებს მასწავლებელი ამ ყველაფერს? ანუ მეორე მხარე, როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ აი ბავშვი რა კარგად მოერგო ხელოვნური ინტელექტი, როგორ მიმდინარეობს კარგად. 6 ფაქტორი გვაქვს, სადაც მასწავლებელზე ვიძახით რომ ეს არის როგორ იყენებს მასწავლებელი. აქ არ გულისხმობ კიდევ ერთხელ ქართულ მაგალითებზე ბევრი რამე არ არის, არის ჩვენი ევროპული სკოლის მაგალითებზე, აი სკოლები შვეიცარიაში, სკოლები საფრანგეთში, ვისაც ვემუშავებით, სკოლები პოლონეთში, ვისაც ვემუშავებით. საოცარი სკოლა არის, ჩეინი არის სკოლების პრაღაში. და აი ამ მაგალითზე არის მაინც კონკრეტულად აწყობილი. პირველი არის powered content-ი. AI powered content-ი, რადგან ძალიან დიდი ხანი ვისაუბრე. მასწავლებელი არ იყენებს რესურსს, მასწავლებელი იყენებს კონტენტის ბაზას. ნებისმიერი ადგილიდან. ხელოვნურ ინტელექტს ვეუბნები, რომ მე ხომ აქ ჩაშენებული Science-ში, მაგალითად ბრიტანიკა, არ მინდა ბრიტანიკა რომ გამოვიყენო და მინდა რომ National Geographic-ი გამოვიყენო, რაღაც მაგ მიმართულებით ვასწავლი რაღაცას. დამიგენერირე ჩემი გაკვეთილი National Geographic-ის კონტენტზე და გაითვალისწინე ეს მიზნები. პლატფორმაში. ჩვენ ამ პლატფორმას EdTools ვეძახით. სადაც ჩაშენებული არის ეს ყველაფერი, რაშიც განაცხადს გვიყენებთ ხოლმე. ბიბლიოთეკა. არ არსებობს რამ, რაც შეიძლება რომ არ იყოს. ავტომატიზაცია, რეალური კოლაბორაცია ნიშნავს სკოლებს შორის რეალური კოლაბორაცია, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით, სკოლები ერთმანეთს უპარტნიორდებიან, საოცარი რამ არის, როდესაც ბავშვები ერთად პროექტს აკეთებენ და ყველაფერში AI ეხმარება. და ბოლოში რა თქმა უნდა performance ანალიტიკა, ანუ ჩემი ბავშვი თუ მასწავლებელი თუ კლასი თუ მთლიანი სკოლა სად არის. ანალიტიკის გარეშე ბევრი რამე აღარ ხდება. მაგალითები თან არ მინდა რომ დროს გადავწდე. ესე იგი, მაგალითები პირველ რიგში, როდესაც მე მასწავლებელი ვარ, ჯერ ვაძლევ დაკვეთას ხელოვნურ ინტელექტს, ხო? დავუკვეთე, რომ ეს ყველაფერი მჭირდება. 1 2 3. მჭირდება ბრიტანიკასგანაც კონკრეტული კონტენტი, National Geographic-ისგანაც, ჩემი წიგნისგან, რა წიგნსაც მე ვიყენებ. და ვეუბნები, რომ ბოლოში რა დავალებაც უნდა გავაკეთებინო, რა გამოცდას უნდა ჩავაბარებინო, ამ ყველაფერს მომირგე. შემდეგ
ტარგეტირებას როცა ვაძლევ. შემდეგ ეს ყველაფერი მე მაძლევს გამზადებულ გეგმას, როგორ შემიძლია რომ გაკვეთილზე შევიდე, თლიანი გაკვეთილის გეგმა. აი ჩათვალეთ მასწავლებელი რასაც უნდა აკეთებდეს სახლში საღამოს, სანამ გაკვეთილზე შევა, ეს ყველაფერი აქ მას მზად 5 წუთში გამზადებული. მეორე არის რომ სტრუქტურას ვეუბნები, და სტრუქტურაში ვეუბნები რომ იცი აი ესეთი სტრუქტურა, ესე სტრუქტურა არ მინდა და მოდი ესე სტრუქტურა მომეცი. და მესამე არის ინტერაქციული გაკვეთილის დაგეგმვა. ინტერაქციული გაკვეთილი რა არის? აი შემხებადობა რო შევქმნათ, რომ აი ფიგურა გამოისახება აი ესე. ან მოდი ვნახოთ რო ვსაუბრობ სიტყვაზე ვამბობ კონკრეტულ ცხოველზე, მოდი ეს ცხოველი ვნახოთ როგორ გამოიყურება ვიდეოთი. ეს ყველაფერი მაძლევს რომ track student progress, ჩემი სტუდენტები როგორ სწავლობენ კლასში, ჩემი კლასის პერფორმანსი რა არის overall, ან მთლიანი ჩემი კლასი როგორ გამოიყურება და კლასები ერთმანეთს შევადა, რომ აქ ეს გამოწვევა მაქვს, აქ უფრო ეს კამას კარგად ვაკეთებ. ძალიან დიდი ანალიტიკა და ბაზა არის, რომელსაც მიმუშავებს და აი ზუსტად ესე გამოიყურება. და დეტალური რეპორტი, როგორც მშობლისთვის, ისე მასწავლებლისთვის და ისე დირექციისთვის. დეტალური რეპორტი რას ნიშნავს, ხო? მიშა გურგენიძე სკოლის დასაწყისში, ანუ აკადემიური წლის დასაწყისში სად იყო? შუაში სად არის და ბოლოში სად არის? თლიანი რეპორტი. აქ არ ვამბობ მასწავლებლის სუბიექტურ დამოკიდებულებას, ან ობიექტურ დამოკიდებულებას, რომ მიშა გურგენიძე სად არის. აქ მიშა გურგენიძე სად არის დატასთან დაკავშირებით, ანუ ანალიტიკიდან გამომდინარე მიშა გურგენიძე სად არის. დასაწყისში სად იყო, შუაში სად არის, ბოლოში სად არის და როგორი გეგმით უნდა წავიდე, რომ იმ მიზანზე გავიყვანო, რა მიზანსაც მე ვაძლევ დავალებად ხელოვნურ ინტელექტს. საოცარი რამ არის, როდესაც დიდ რაოდენობაში ვაკეთებთ ამას. აი სკოლას ამ სკოლების გაერთიანებას, რომელსაც ვემსახურებთ 60,000 ბავშვს ვისაც ყავს. მანდ მაგის გაკეთებას და რო ვკითხულობ ხოლმე რეპორტს, აი საოცარი რამ არის, იმიტომ რომ დიდი ბაზა არის, ბავშვები არიან ბაღიდან ბოლომდე და რო უყურებთ როგორ შეიძლება ბავშვი როგორ ვითარდება და როგორ არგებენ ამ ყველაფერს, ნუ აი ჩემთვის ფანტასტიკის სფერო იყო თავიდან, მაგრამ მე რო ჩავიხედე, არა ფანტასტიკა არა, ანუ ხელოვნური ინტელექტით სწავლების მეთოდიკის შეცვლა არის და დატას გამოყენება. ეს ძალიან მარტივი გამოდგა. შემდეგი არის მაგალითად ეს არის ერთ-ერთი სკოლა. როგორ იყენებენ, ეს არის science-ის ბიოლოგიის გაკვეთილი. როგორ ამუშავებენ კონკრეტულ ამბებს. ხელოვნური ინტელექტი როგორ ემუშავება მასწავლებელს. ეს არის science. როგორ ემუშავება science, როგორ უქმნის გაკვეთილს მასწავლებელს. ხელოვნური ინტელექტი როგორ უქმნის მასწავლებელს გაკვეთილს science-ისთვის. იგივე ზუსტად, როგორ ეს ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვიზუალებია ყველაფერი აბსოლუტურად, არაფერი მასწავლებლის შექმნილი არ არის. წინა შემთხვევაში, ანუ აი ეს არაფერი მასწავლებლის შექმნილი არ არის, არც მოძიებული არ არის. ძალიან ჩვენი ხელოვნური ინტელექტი დგას Google Gemini-ზე. Gemini ვიცით, რომ ძალიან ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტი არის. დგას მაგაზე და თვითონ ეს Gemini ემუშავება უკვე თუ ისეთი deep RAM შეკითხვა არიან deep შიგნით ჩავდივართ. შევძელით ის, რომ საქართველოს დავამატეთ, ქართული ენა დავამატეთ ამ ყველაფერს, ყველა დანარჩენ ენას, ნიშნავს იმას, რომ შემდეგი წლიდან 2026 წლიდან ეს ყველაფერი ქართულად ხელმისაწვდომი იქნება. როგორც ბრიტანიკა, როგორც National Geographic, როგორც ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, მარტო მათ ენაზე კი არ იქნება ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, ქართულად ყველაფერი მზად არის. ქართულად ყველაფერი მზად არის ნიშნავს იმას, რომ ბავშვები გამოიყენებენ, მასწავლებლები გამოიყენებენ და ჩვენ დავიწყებთ ამის ინტენსიურ დანერგვას საკლასო ოთახში. საქართველოში, შემდეგი წლიდან. ძალიან დიდი აღმოჩენა, ჩემთვის შოკი იყო, ჩვენს რაღაც ნაწილს თამაშობთ ამ აღმოჩენაში. ამას წინათ რამდენიმე მე მგონი ერთი კვირის წინ იყო ძალიან დიდი გამოცემობის კონფერენცია და ესეთი კვლევა გააკეთეს. რამდენი ევალუაცია თუ ესესმენტი ტარდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით სოფლიოში უკვე 2 წელია რაც დაიწყო. დღესდღეობით დღეს არის უკვე 250 მილიონზე მეტი გამოცდა, რომელიც დაფუძნებული არის ხელოვნურ ინტელექტზე. ტენდენცია თუ საითმედის უკვე ხვდებით. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გამოცდა ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა დიდი გამოცდა, ვინც კი წარმოგვიდგენია, ეს იქნება
IELTS-ის გამოცდა დიდ ბრიტანეთში რო წავიდე, თუ ეს იქნება TOEFL IB-ი რო ამერიკაში წავიდე, თუ ნებისმიერ სხვა გამოცდა, პატარა გამოცდებიც, ყველაფერი არის ხელოვნურ ინტელექტზე გადაწყობილი უკან. არაფერი თვითონ აღარ მუშაობს. AI ამუშავებს ამ ყველა უკანა მხარეს. საოცარი რამ არის, აი მე ჩვენც რო level test-ი დავნერგეთ სკოლებში და ეხლა მიმდინარეობს level test-ი კერძო სკოლებში და არა საჯაროში. კერძო სკოლებში ხედავთ რამდენად გამარტივებული არის ტესტირება რა, მასწავლებელს შექმნა არ უწევს. დიფერენცირება არ უწევს. გასწორება არ უწევს. მოცდა არ უწევს, სანამ გაასწორებს მაგპასუხების. პასუხები აქვს ზუსტად 5 წუთში, როდა ბავშვი ეს ტესტ დაამთავრებს და მთელი კლასი იცის სად არის, დატა დამუშავებული აქვს. ანალიზი გაკეთებული აქვს. suggestion-ები გაკეთებული აქვს, საით უნდა წავიდეს ბავშვი. აი რეალურად ერთადერთი რაც მას მასწავლებელმა უნდა გააკეთოს დღეს, არის რომ უბრალოდ აღწავლოს იმ დატაზე დაფუძნებით, რასაც ხელოვნური ინტელექტი აწვდის. და ოქსფორდში იყო ესეთი საოცარი დებატები, რომელსაც ქვია რომ ჩაანაცვლებს თუ არა პროფესორს ხელოვნური ინტელექტი ეფექტურ სწავლებაში. ჩაანაცვლებს არა. მარტო ჩაანაცვლებს ეფექტურ სწავლებაში თუ ჩაანაცვლებს. საოცარი დებატები გაიმართა, რასაც სულ აკეთებენ ხოლმე ეგენ და შეუდარებელი შედეგიც აქვს. შედეგს ვერ გეტყვით ჯერჯერობით. ჩვენი როლი, ხო? ანუ ჩვენი როგორც კომპანიის როლი რა არის, როდესაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვეხებით და არა მარტო ხელოვნურ ინტელექტს, და ჩვენ ვფიქრობთ სწავლებაზე, სწავლებაზე, მოსწავლეზე, მასწავლებელზე, თლიან ჩარჩოზე, როდესაც სკოლის ჩარჩო რო ქვია, თუ უნივერსიტეტის ჩარჩო რაც ქვია, ჩვენი როლი იყო, რომ მარტო იყო, რომ build learners confidence, რომ ბავშვები უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხადოთ, მაგრამ დღეს დაემატა empowered by AI. ჩვენ აღარ გვჭირდება, რომ ბევრი რამ ჩვენთან შავი საქმე გავაკეთოთ, ანუ შავ საქმე თლიანად ხსნის. და რაც უფრო მეტად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს საგავკეთებლო პროცესში, მასწავლებლის თუ ბავშვისთვის, მე უფრო ძლიერ ბავშვს შევქმნით. ბავშვი დღეს რომელიც დაიბადა, დღეს რომელიც სკოლაში შედის, 2026 წელს სექტემბერში ვინც სკოლაში შევა, მან არ იცის ცხოვრება ხელოვნური ინტელექტის გარეშე. ეს ნიშნავს რას? რომ შემდეგი მისი საკლასო წლები, რაც 12 წელს მოიცავს, თუ 11+1 წელს მოიცავს ევროპაში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მას არ ეცოდინება რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტის გარეშე ცხოვრება. თუ ჩვენ აი ეს არ გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი ყველა ჩვენს მომხმარებელთან და უამრავი მომხმარებელი სკოლის განსაკუთრებით და მათ არ შევთავაზეთ და არ დავნერგეთ და არ გამოვცადეთ, ეს რას ნიშნავს? ბავშვი, რომელიც სკოლას დაამთავრებს, არ იქნება მზად გამოწვევებისთვის, ანუ არ იქნება იმ სამყაროსთვის მზად, როდესაც ის გარეთ გამოვა. თქვენ წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ რომ ფიქრის food for thought რო დავტოვოთ, სადაც ვიცით, რომ ჩვენი ტესტები 250 მილიონი ტესტები უკვე დგას ხელოვნურ ინტელექტზე დღეს და ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში 2026 წელს პირველ კლასში შევა და მე-12 კლასში სკოლას დაამთავრებს, სად იქნება ხელოვნური ინტელექტი. როდესაც ვიცი, რომ ჩემი ყველა exercise რაც არის, თუ დავალება, თუ კურიკულუმი, თუ რა ვიცი, საკლასო გეგმა, ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შექმნილი არის უკვე მე-12 კლასში ბავშვი რო გამოვა, როგორი სამყარო დახვდება, წარმოიდგინეთ, სად იქნება. Food for thought არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პროცესებში, რომ წინ ვიყოთ არა იმიტომ, რომ ეხლა მე მაგალითად ძალიან სიამოვნებს, როცა ხამ რაღაცებს ვეხები, როცა აი დატას ვკითხულობ ხოლმე ირახში, ბავშვები როგორ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ჩვენ რესურსს როგორ აინტეგრირებენ ხელოვნურ ინტელექტთან, საოცარი არის, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდი responsibility-ც არის. ძალიან ხშირად ახსენეს ეთიკური ხელოვნური ინტელექტი და ეთიკური დამოკიდებულება იმ ყველაფერთან, რასაც შენ ეხები. არა მარტო მოსწავლის მხრიდან, მასწავლებლის მხრიდან და ინსტიტუციის მხრიდან. ეს ყველაფერი არ აუღნიშნეს სხვათა შორის და გამოვტოვე და ეს ყველაფერი ჩვენთვის ევროპაში ნიშნავს აი ამ წინადადებას, ნახეთ. მასწავლებლის ის რო აი აქ არის, ნახეთ. აი ეს WCAG compliance. ეს არის, როდესაც ჩვენ ყველაფერი უნდა მოვარგოთ ჩარჩოს და ხელოვნურ ინტელექტს არ მივცეთ ის შესაძლებლობა, რაც უკვე აქვს. საოცარი რამ არის, ძალიან საოცარი რამ არის.
ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი ეგ არის, მარიამ უღმესი მადლობა.